რალეკო სარდანაშვილი ცხოვრობს სოფელ ხვანჭკარაში 12 წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად მამაპაპის ოლ კარმიდამოში და დავიწყე მევენახეობა მეღვინეობის განვითარება ეტაპობრივად. ამასთან ერთად დავიწყე სასტუმრო ბიზნესი, რომელიც მიმული არის მევენახეობასთან და მეღვინეობასთან, ნატურალურ საქმიანობასთან ესე ვთქვათ, როგორც მევენახეობაში, ისე მეღვინეობაში. და ამ საქმიანობით მომყავს ადგილზე ადამიანები სოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან, შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის მთელი მსოფლიოდან, ვისაც აინტერესებს ეს საქმიანობა და ვცდილობ, რომ აუხსნა, ვანახო, გავაცნო, რაში მდგომარეობს ჩვენი განსაკუთრებულობა, რეგიონის, ჩვენი სოფლის, ის ტექნოლოგიები, ის ჯიშები, სამზარეულო, კულტურა, ტრადიცია და ასე შემდეგ. დასავლეთიდან საკმაოდ ბევრი სტუმარი მყავდა და ჯერ კიდევ ინერციით მყავს, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მიეჩვია ხალხი ადგილს, ესე ვთქვათ და რეკომენდაციებითაც საკმაოდ ბევრი ადამიანი მოდის. თუმცა, რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მოქმედებს ნეგატიურად იგივე დასავლელი ვიზიტორების რაოდენობაზე და მათ განცდებზე ზოგადად ამ ქვეყნის მიმართ, რადგან ყველა შესანიშნავად ხდება და ესმის და ხედავს, რაც ხდება, რა კონტექსტში მოიხსენიებენ დასავლეთს, ადამიანებს, რომლებიც დასავლეთში ცხოვრობენ და რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი შეიძლება თვლიდეს კიდეც, რომ უსაფრთხოც არ არის ეს ქვეყანა მათთვის. და პლუს არის კიდევ ესეთი განცდა ადამიანებში, რომ არ უნდათ ხოლმე კონკრეტულ ქვეყანაში მოგზაურობა, რათა ხელი არ შეუწყონ ავტორიტარიზმის განვითარებას, ანუ თავის გადახდილი ფულით, ესე ვთქვათ, იმ ქვეყანაში არ გააძლიერონ რეჟიმი, ესე ვთქვათ რა და ეგანსაც არის ხა ეს საკამათო თუ არა, ამდენად ეს რეალურად ესე არის თუ არა, მაგრამ ეს განცდაც არის და ესეც მოქმედებს, რა თქმა უნდა და აი ბევრი გიდი, ვისთანაც თანამშრომლობ, მაგალითად, მეუბნება, რომ სხვადასხვა ჯგუფებმა გააუქმეს მსგავსი მოსაზრებების გამო ტურები საქართველოში. ასე რომ ეს თუ გაგრძელდა, ეს ვითარება, ეს დამოკიდებულება ქვეყანაში, ეს მოიკლებს აუცილებლად და საბოლოო ჯამში ალბათ მინიმუმზეც დავა. თავიდან რომ გადმოვედი, აქეთ დიდად ტურიზმიც არ იყო განვითარებული, რომ ვთქვათ, საკმაოდ ცოტა ადამიანი მოგზაურობდა, ეხაც რა ჭარ გამოირჩევა, მაინც და მაინც დიდი ვიზიტორების რაოდენობით. ზოგადად რო შევხედოთ ქვეყანაში რა რაოდენობა შემოდის, იმის ძალიან მცირე ნაწილი შემოდის რაჭაში. ვიზიტორების და მაშინ ეს რიცხვი კიდევ უფრო დაბალი იყო და საკმაოდ რთული იყო საქმის აწყობა შესაბამისად, მაგრამ წლების განმავლობაში შრომის შედეგად, ბევრი თავდადების შედეგადაც, ესე ვთქვათ, რაღაც შედეგებზე გავედი. რაც შეეხება ხელშეწყობას, ალბათ იდეაში ხო ყველა ადამიანი ვინც ბრუნდება რეგიონში მიგრაციის ფონზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს რეგიონის ხელმძღვანელობისთვის, რომ რაღაცა სტიმული მისცეს, ესე ვთქვათ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ ვინმე რაიმეთი დამეხმარა, ან რაიმე პროგრამით ვისარგებლე, პირიქით ყველა საშუალება განვითარების, უმეტეს შემთხვევაში იყო აბსოლუტურად ამოკეტილი. სხვადასხვა მიზეზების გამო, ძირითადი მიზეზი იყო, რა თქმა უნდა, ჩემი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხების მიმართ, რომელიც რეგიონში ხდებოდა. პირველი მწვავე საკითხი იყო, რა თქმა უნდა, ცნობილი ჰესების დაკაშლების უმშენებლობა ხვანჭკარის მიკროზონაში და მიკროზონასთან ახლოს, რაც გავაპროტესტეთ, რა თქმა უნდა, და აქედან დაიწყო ეს ნეგატიური დამოკიდებულება სხვათა შორის, რომელიც დღემდე გრძელდება. ასე რომ საუბარი იმაზე, რომ რაიმეთი ვისარგებლე დამეხმარდნენ, არ იქნება მართალი და შეიძლება ითქვას, რომ უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ საკუთარი შრომით და საკუთარი ფინანსებით მოვახერხე ბევრი ამის გაკეთება, რაც გავაკეთე. ნორმალურ გარემოში, მსგავს რეგიონებში, როგორც რაჭა არის, სადაც ძალიან დიდი მიგრაცია არის და მწირი მოსახლეობა არის, თვითმმართველობა უნდა იყოს მაქსიმალურად გამიჯნული, ესე ვთქვათ,
რაღაც პოლიტიკური სიმპათიებით ადამიანების გამორჩევისგან, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ისედაც ცოტა ადამიანი ცხოვრობს და აქ ადამიანების გარჩევა რომ ის ჩვენი მხარდამჭერია ეს არ არის არა მარტო მიუღებელი, არამედ ზიანის მონტანი არის ზოგადად რეგიონისთვის და მისი მომავლისთვის. პირველ რიგში ალბათ ეს იქნებოდა აუცილებელი, რომ გაჩერებული იყოს ადამიანების გარჩევა, ადამიანებს ქონოდეთ თავისი აზრის, თავისი პროტესტის ღიად გამოხატვის საშუალება და ამისთვის არ უწევდეთ მერე ახსნა განმარტების მიცემა ვიღაცეებისთვის. ამის გამო ხშირად ადამიანები ვერ გამოხატავენ თუნდაც სოციალურ ქსელებში თავის პროტესტს. მე არ ვამართლებ, მე ვთქვი, რომ ადამიანმა მაინც უნდა გამოხატოს თავისი აზრი. მაგრამ ესეც რა თქმა უნდა მუშაობს და ბევრ ადამიანისთვის შემაფერხებელი ფაქტორი არის. და თვითმმართველობა უნდა დაადიოდეს და ყველა ადამიანს ინდივიდუალურად უნდა ესაუბრებოდეს იმ საჭიროებებზე, რაც დგას რეგიონში, იმიტომ რომ უამრავი პრობლემა დაგროვდა. რავი 12 წელი აქ ვარ და ისევ არის წყლის პრობლემა, ისევ არის ელექტროენერგიის პრობლემა, ანუ ხშირად ეს ვერ მოხერხდა ჯერ კიდევ ძველი გადამცემი ხაზების, იგივე ბოძების გამოცვლა და ხშირად არის შეფერხებები, ხშირად არის ავარიები, მით უმეტეს ზამთარში როგორც კი წამოთავს. ინფრასტრუქტურული პრობლემები მიუხედავად იმისა, რომ გზები იგება, რაღაც სოფლებში მაინც არსებობს, რა თქმა უნდა. ასე რომ ძალიან ბევრი პრობლემა არის დაგროვებული და ეს პრობლემები აუცილებლად ამოხეთქავს თავის დროზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეუძლებელია ესე ადამიანები ყავდეს ყოველთვის შიში, რეპრესიაში, ესე ვთქვათ და ტერორში, იმის გამო რომ მათ პრობლემებზე არის საუბრო. იმიტომ რომ აი ხშირად სხვადასხვა ჯგუფებშიც შეიძლება ვინმე დაწეროს რაღაცა უარყოფითი პოსტი რაიმე საკითხის მიმართ და შემდეგ ამ პოსტს ვეღარ ვნახავთ, რადგან ვიღაცამ აიძულა რომ აიღო ეს პოსტი, ან ბოდიში მოეხადა, ან რაიმე მსგავსი. ასე რომ აი ესე უნდა იქცეოდეს მუნიციპალიტეტი წესით, მისთვის ყველა ადამიანი უნდა იყოს თანაბარი, რა თქმა უნდა, და თანაბრად უნდა უსმენდეს ყველა ადამიანს მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ მათი დამოკიდებულებისა. ჩემი მაგალითიდან ისე ვიტყვი, რომ თუნდაც რავი შეხვედრა იქნება თვითმმართველობასთან რაიმე პროექტის პრეზენტაცია, მე თვითონ თუ არ მოვიძიე ინფორმაცია ამ შესახებ, არავინ აბსოლუტურად ამაზე მე პირადად ინფორმირებას არ გააკეთებს, ესე ვთქვათ. იგივე მდგომარეობაში არიან სხვა ადამიანებიც, რა თქმა უნდა, ვინც თავის აზრს გამოხატავს, რაც მე ვთვლი და ყველა ალბათ საღადმოაზროვნე ადამიანი რო არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და არავის აქვს უფლება, რომ ეს ჩვენ წაგვართვას რაიმე ფორმით. ზამთარში აქტივობა მინიმალური არის, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტა ადამიანი რჩება რაჭაში. იგივე აი ტურიზმზე რო ვისაუბროთ, როგორც კი მოთოვს, არ აქვს მნიშვნელობა რა რაოდენობის ნალექი მოდის, მომენტალურად იწყება პრობლემები, ხშირად ელექტროენერგიას უფრო ხშირად. ასევე ხდება გაზმომარაგების შეფერხება რაღაც მიზეზების გამო. ასე რომ ზამთარში რაღაც ტურიზმის განვითარებაზე და რაღაც აქტივობების გამრავალფეროვნებაზე საუბარი ცოტა რთული არის, იმიტომ რომ რავი ჩამოიყვანო ადამიანი, სადაც ელექტროენერგია არ გაქვს და გაზი შეიძლება არ კონდეს, რავი, ანუ ცოტა წარმოუდგენელიც არის. როცა თვითონ მე პირადად მიწევს ხოლმე, ანუ საყურებრივ პრობლემებთან გამკლავება მიზეზების გამო. და ეხა ადამიანები რომ ჩამოიყვანო, უკვე ძალიან რთულ მდგომარეობა შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ ზამთარი არის საკმაოდ ესეთი წყნარი, მშვიდი არის, ესევე არის გაზაფხული საკმაოდ დიდი ნაწილი და ნუ ზაფხულში შემდეგ იწყება გამოცოცხლება, ესე ვთქვათ რა. უფრო ალბათ ივლისის მეორე ნახევრიდან და აგვისტო. ესე თვენახევარი გამოდის რაჭის სეზონი, ესე ვთქვათ. როცა მეტნაკლებად სიცოცხლე იგრძნობა და ეკონომიკაც ასე თუ ისე მუშაობს. დანარჩენად საკმაოდ ესეთი შვიდი და წნარი ცხოვრება არის, ესე ვთქვათ, სოფლებში. პოტენციალი აქვს საკმაოდ დიდი, რა თქმა უნდა, რაჭას, რავი, ხშირად ვესაუბრები ამის შესახებ, იგივე ჩამოსულ სტუმრებსაც და მათი აზრიც მაინტერესებს და თითქმის ყველა აღნიშნავს, რომ არის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი, სადაც ყოფილან რეგიონი ზოგადად. პოტენციალი, რავი, ქვემო რაჭა არის მეღვინეობის მხარე და
მეღვინეობის სწორად განვითარებით და პოზიციონირებით შეიძლება ძალიან წარმატებულ რეგიონად, მიკროზონად იქცეს. ეხა ვიღაც იტყვის, რომ ეხა ხომ რაღაცა ყურძენი ბარდება, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად სახელმწიფოზე ჩამოკიდებული სფერო, ესე ვთქვათ, რომელიც სუბსიდიის გარეშე ფაქტიურად ვეღარ იარსებებს. ამიტომ აქ წარმატებაზე საუბარი ცოტა ზედმეტი არის. დანარჩენად, ზემორაჭარი, რომელიც სამწუხაროდ შოვის ტრაგედიამ დიდი დაღი დაასვა ზემორაჭის განვითარებას, მაგრამ აი მანდაც რომ ადგილობრივ ხელისუფლება საკმარისი გაეკეთებინა თავის დროზე იგივე გაფრთხილების სისტემა მაინც დაიყენებინა ადგილზე და იგივე აი ეს პროექტი რაც ჰქონდათ იქ შემაკავებელი ჯებირების გაკეთების დარწმუნებული ვარ რომ ამ ხელნაცხობი არ იქნებოდა შეიძლება საერთოდ სხვებიც არ ყოფილიყო ანუ აი ეს დიდი მსხვერპლის შემდეგ არა მარტო ზემორაჭაზე ქვემორაჭაზეც აისახა ანუ ის პატარა რაღაცა რასაც არ ვაკეთებთ, რასაც არ აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება, შემდეგ ძალიან მძიმედ გიბრუნდება ჩვენ ისე მოსახლეობას. და მოსახლეობა ამას უნდა მიხვდეს აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა ესე ბავშვების რაღაც თამაში, აქ სერიოზულ საკითხებთან გვაქვს შეხება მით უმეტეს მთიან რეგიონში, სადაც მეწრული პროცესები აქტიურია, სეისმური პროცესები აქტიურია და ძალიან დიდი ყურადღება ჭირდება რომ თან მოხდეს ტურიზმის განვითარება და თან უსაფრთხოებაც იყოს ადამიანების დაცვა. რასაც აკეთებს, დადებითად შევაფასებდით რა თქმა უნდა რომ გზები იგება, სოფლებში რაღაცა გლებზე გზები მიდის, მაგრამ აი ტურისტულ ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, ვერავინ დამისახელებს მე რაჭაში ადგილს, რომელიც მოწესრიგებული არის ინფრასტრუქტურულად თუნდაც გემოვნების თვალსაზრისითაც, რაც გაკეთებული არის, ან სათანადოდ არის სამუშაო შესრულებული. არის რამდენიმე წლის წინ მაგალითად ცნობილი თხმორის ჩანჩქერი არის ყვირილას ჩანჩქერსაც ეძახიან, სადაც რომელიც არის ბუნებრივად ულამაზესი ადგილი, დაიწყეს რაღაც გაკეთება და ჩადგეს ორი რაღაცა ბუტკა ესე ვთქვათ რა, ერთი შიგნით და ერთი გარეთ და აბსოლუტურად დაამახინჯეს ეს ერთისგან მოცემული ულამაზესი ადგილი. მსგავსი შემთხვევები კიდევ არის, აი რაღაცა არ ვიცი ვინ აპროექტებს, როგორ ხდება, მაგრამ ბოლო შემთხვევა მაგალითად მდინარე რიცეულას გასწვრივ ააშენეს რატომღაც 2 მეტრიანი კედელი საკმაოდ დიდ მანძილზე, ანუ ეს იყო ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მიდიოდა გასაგრილებლად, მათ შორის მეც, იმიტომ რომ საკმაოდ კომფორტული მისასვლელი იყო იმ ადგილზე და ეხლა ამოკეტეს ფაქტიურად. ანუ მივდივართ და როცა ვხედავდით მდინარეს და ამას ხეობას, ეხლა ვხედავთ ბეტონის კედელს და მის მიღმა ვერაფერს ვეღარ ვხედავთ. ანუ აი ეს რაღაცეები საქმის გაკეთება არ არის, საქმის გაფუჭება, ესე ვთქვათ და იგივე ტურიზმზეც რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება, იმიტომ რომ არავის არ მოეწონება ეს და ამას დადებით კონტექსტში არავინ არ მოიხსენიებს მსგავს რაღაცებს. ნუ პოტენციალი ალბათ მე ვთვლი რომ შეიძლება ათვისებული იყოს მაქსიმუმ 10%-ით რაც აქვს რაჭას. რისი განვითარება შეიძლება და არ ვიცი მსგავსი დამოკიდებულების ადგილობრივი მთავრობის მსგავსი დამოკიდებულების შემთხვევაში ალბათ ამის ათვისება არ მოხდება. მოხდება ისევ ქაოტურად ისე მოსახლეობა წერტილოვნად უეცდება რამის გაკეთებას, მაგრამ აი საერთო სურათში რომ რამე კარგისკენ წავიდეთ, ალბათ ეგ არ მოხდება. ამიტომ ამას ჭირდება გენერალური გეგმა ჩემი აზრით და ჩამოყალიბება მკაფიოდ რა მიმართულებით მიდის რეგიონი ზოგადად. როგორი რეგიონი გვინდა რომ გქონდეს, როგორი ტიპის ტურიზმი გვინდა რომ გქონდეს, როგორი ტიპის აგრომეურნეობები გვინდა რომ გქონდეს და შემდეგ ამ გზით ვიაროთ, იმიტომ რომ ეხა გაურკვეველია აბსოლუტურად, იმიტომ რომ ერთ დღეს გეუბნებიან რომ იცი რა ჩვენ მევენახეობას ვაღორძინებთ, მეღვინეობას და მეორე დღეს გამოგიცხადებენ რომ აი აქ კაშხალი უნდა ავაშენოთ, რაც აბსოლუტურად წინააღმდეგობაში არის ერთმანეთთან. ანუ ეხა ძალიან ბევრი რა თქმა უნდა აზრთა სხვადასხვაობა არის ამ კაშხლებთან და ჰესებთან დაკავშირებით, მაგრამ უბრალოდ აი უნდა შევთანხმდეთ, თუ გვინდა კაშხალი, მაშინ იქ მევენახეობამდე დავივიწყოთ. თუ მევენახეობა გვინდა, მაშინ კაშხალზე ფიქრს თავი უნდა გავანებოთ. ანუ ამ რაღაცებზე უნდა შევთანხმდეთ საზოგადოება და მე ალბათ რაღაცა სწორ გზას დავისახავთ რა.
ხანჭკარის თასს რაც შეეხება ტურნირი დაიწყო 2013 წელს, როდესაც მე დავბრუნდი რაჭაში. იდეა მოგვივიდა მე და ჩემს მეგობარს ერთ-ერთი საუბრის დროს და შემდეგ დავუწეთ ამ იდეის განხორციელება და თავიდან შეიძლება ცოტა ისე რთულად ჩანდა, მაგრამ შევძელით იმ წელს და დავიწყეთ ესე ვთქვათ. რატომ ალბათ უფრო მეტად იმიტომ რომ მინდოდა რომ როგორც მოქალაქეს ჩემი წვლილიც შემეტანა რაღაცეების გაუმჯობესებაში, თუნდაც იმ ახალგაზრდების ცხოვრების უფრო გამრავალფეროვნებაში და გაჯენსაღებაში, ვინც აქ იზრდებიან თუ აქ ჩამოდიან. და ალბათ იმიტომ რომ მინდოდა რომ უკეთესი ყოფილიყო ამ სოფელში ვითარება ამ ხრივ, ვიდრე მაგალითად ჩემი ბავშვობის დროს იყო. და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმე ძალიან ბევრი მქონდა და ყოველწლიურად მეტი და მეტი მაქვს საქმე, ვაკეთებდი ამ ტურნირს და არა მარტო რაჭის, ლეჩხუმის და სვანეთის გუნდებიც მოიზიდა და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა. ფაქტიურად რაჭაში ზაფხული ამ ტურნირის გარეშე უკვე წარმოუდგენელიც იყო. ყველა ცდილობდა რომ შვებულება აიღო ამ პერიოდში რომ თამაშებს დასწრებოდა, ან ეთამაშა, მოკლედ მეგობრები მოყავდათ და ძალიან საინტერესო ტურნირი იყო. მაგრამ სამწუხაროდ ეს ჩემს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამო დაიწყო პრობლემები მოედანთან დაკავშირებით, რომელსაც პრინციპულად არ აკეთებდნენ. იყო რაღაც რამდენიმე წელს რომ პატარა ხელი თითქოს შეავლეს, მაგრამ ისეთი კონკრეტულად ხელმოსაკიდი ერთადერთი იყო ფეხბურთის ფედერაციამ გააკეთა იქ რაღაც და დანარჩენად დიდად არაფერი არ გაუკეთებიათ. მიუხედავად იმისა, რომ წლები არის ამაზე საუბრობ, ვიდეოებიც დავდე, ფოტოებიც დავდე, ხშირად ვწერ ამ საკითხს, იმიტომ რომ უკვე იმ მდგომარეობაშია მოედანი, რომ შეიძლება საშიშიც იყოს ადამიანებისთვის იქ ყოფნა მით უმეტეს, როცა ადამიანების დიდ რაოდენობასთან გვაქვს საქმე. იქ არის ელექტროგამყნელობა აბსოლუტურად გამოსაცვლელი, მაგალითად შედუღები, სამუშაოებია ჩასატარებელი, გამოსაცვლელია ბევრი რამე. ხელოვნური საფარი რაც არის აბსოლუტურად უკვე ვადაგასული და გაფუჭებულია, ესე ვთქვათ. ანუ ამრავი რამეა გასაკეთებელი, ბავშვთა სკვერი არის, რომელიც რავი, ალბათ 5-6 წელია დანგრეულ, დამსროლ მდგომარეობაში არის და რავი, აიღონ მაინც, მაგრამ ისევ იგივე თვითმმართველობაზე როცა ვსაუბრობთ, ერთი ადამიანის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამო შეუძლიათ ბავშვების ჯანმრთელობა, ადამიანების ჯანმრთელობა ჩააგდონ საფრთხის ქვეშ. ეს არ არის გადაჭარბებული, ვინც სტადიონის ყურადღებით აათვალიერებს, ამაში თავადაც ძალიან მარტივად დარწმუნდება. ხო და ამ ვითარებაში მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას გული დაწყდა, ძალიან ბევრ ადამიანს გული და ძალიან ბევრ ბავშვს გული დაწყდა. წელს მივიღე გადაწყვეტილება რომ არ ჩამეტარებინა, იმიტომ რომ რავი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ადამიანების უსაფრთხოება ყველაფერზე მაღლა დგას. თუნდაც ხანჭკარის თასს. მოკლედ მე ჩავიხსენი ამ მოედანს და ეხა რავი, შეუძლია მუნიციპალიტეტს რომ შვიდად თუ ექნება სურვილი წნარად მივიდნენ და გაარემონტონ, მე ხელს ამაში არ შეუშლი და თუ ის იქნება პირობა რომ იქ ტურნირი აღარ გავაკეთო, მაგ პირობასაც შევასრულებ. თავარია ისე გააკეთონ რომ იქ რავი, მშობელმა შვიდად გაუშვეს თავის ბავშვი და იცოდეს რომ არაფერი არ დაემართება. მოსახლეობის ჩართულობა არის მინიმალური. ჩართულობა არის ძირითადად ხარდამჭერების, ვინც არიან პარტიის ხარდამჭერები, ესე ვთქვათ. მაქსიმალურად ერიდებიან ხოლმე რომ მსგავს შეხვედრებზე არ მოხვდეს არავინ, ვისაც შეიძლება რამე კრიტიკული კითხვა ჰქონდეს ან რაიმე უკმაყოფილება გამოხატოს რომელიმე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ მოსახლეობის ჩართულობით ხდება რაიმე ზოგადად არის ძალიან გადაჭარბებული და რაც დრო გადის, ჩემი დაკვირვებით, ეს დამოკიდებულება მხოლოდ უარესდება. მსმენია მაგალითად ვიღაცასთან მაგალითად გარეგანათების ბოძი არ დაუყენებიათ, იმიტომ რომ ეს მაგალითად ოპოზიციური პარტიის ხარდამჭერია. ვიღაცის ჭიშკართან გზა არ დააგეს, იმიტომ რომ ეს ვიღაცასთან ნათურა არ გამოცვალეს, რომ დამოსაზრების გამო და ხა აქ მოსახლეობის ჩართულობაზე საუბარი და იმაზე რომ რაღაცა მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ხდება,
არ ხდება. სოფელი კარგავს ძალიან ბევრ რამეს. სოფელი კარგავს პრობლემების გადაჭრის, სწრაფი გადაჭრის საშუალებებს, აუცილებლად, იმიტომ რომ ესეთი დამოკიდებულებით პრობლემები არ გვარდება, უფრო ხმავდება, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდი ამ პრობლემას გადავდებთ, ვიღაცას არ ეწყინოს, ვიღაცას რამე საყოდორი არ უთხრან, ასე რომ პრობლემები არ გვარდება, პრობლემების გადაწყვეტა შეათუნდება წლები. მაგალითად სოფლის ერთ-ერთ მონაკვეთზე გზის დაგებას დაჭირდა რამდენიმე წელი, უამრავი წელი მოსახლეობის მიმართვა, რომ ესე ყოფილიყო. ამიტომ ანუ მე ვთვლი რომ მაინც ორ მხრივად უნდა იყოს აქტიურობა რა, ანუ მოსახლეობა თუ იქნება პასიური, თვითმმართველობა თვითონ არანაირად არ ეცდება ესე რადიკალურად პრობლემების გადაწყვეტას. გამორიცხული არის. ამიტომ კარგავ დროს, კარგავ შესაძლებლობებს და კარგავთ პოტენციური განვითარების გზებს.